მოგესალმებით უკვე ქუთაისიდან დილით ჩვენ გავარეკლამეთ ჩვენი თბილისის ცენტრი, ხოლო ახლა ვართ ანისთან სტუმრად ქუთაისში. მოგესალმებითანი, მოგესალმები უკვე ქუთაისში დათო, მოგესალმები ნინი, მოგესალმები ლუკა და მოგესალმები მათე. მოდი, რატომ უნდა შეიძინოს ქუთაისში იმერლებმა მათე მოტორსის ავტომობილები? ამაზე დღეს გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა. და გავუცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა ამ სიტყვაზე პასუხი უნდა გასცეთ შენ და ანი და დაიწყეთ აუხსნით ქუთაისელებს იმერლებს თუ რატომ უნდა შეიძინონ თქვენთან ავტომობილები. რა არის ხოლმე? იგი სხვებიც, იგი თქვენს და იძახით რომ ჩვენ მაგრები ვართ, მაგრა ვიდეო აუხსნით მოსახლეობას. კიდევ ერთხელ კარგად აუხსნათ ყველას თუ რატომ არის ქუთაისის ფილიალი მოწინავე მთელ საქართველოში. რა თქმა უნდა.ანი პირველ რიგში ჩემი აზრით თავარი არის ავტომობილები. რაც უნდა შეიძინოს ადამიანმა და რისი არჩევანი ძალიან დიდი გვაქვს მათე მოტორსის ქუთაისის ფილიალში. რა თქმა უნდა, ქუთაისის ფილიალში ნამდვილად გვაქვს სრული არჩევანი, როგორც ჰიბრიდებზე, ასევე სრულიად ელექტროებზე და ასევე ბენზინებზე და ნამდვილად ძალიან ბევრი და საკმაოდ კარგი მომხმარებლები გვყავს ქუთაისის ფილიალში და რა ვიცი, გაყიდვებს ქუთაისში არ უჩივით და როგორც თქვი, რა ვიცი, ლიდერავთ, როგორც ყოველთვის ქუთაისის ფილიალში. რა ავტომობილებიც ჩვენ გვყავს თბილისში, არის ბათუმში, ზუსტად იგივე რაოდენობა, იგივე არჩევანი არის ქუთაისის ფილიალში და ფილიალის ზომამ არ მოგატყუოთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება აქ რამე არ დაქვთ. აქ არის ყველადაერი არჩევანი და მინდა რომ თითოეული ავტომობილი დავათვალიერებინოთ ჩვენს მოსახლეობას. ანუ ნახეთ რა არის შოს რატომ უნდა წახვიდე? რატომ უნდა წახვიდე ან თბილისში, ან რატომ უნდა წახვიდე ქუთაისში, როდესაც ხარ იმერეთში, იმერელი ადამიანი და შეგიძლია ქუთაისის ფილიალში მოხვიდე და დაგვწეს ყველანაირი არჩევანი. ეს ავტომობილი არის ეს ავტომობილი არის ჰიბრიდი და ეს ავტომობილი არის დიპალი. მოდი აქვე ვთქვათ ის, რომ რატომღაც გონიათ, რადგან თბილისის შოურუმი არის დიდი, გონიათ, რომ თბილისში უფრო მეტი არჩევანია. არ არის თბილისში უფრო მეტი არჩევანი, ზუსტად იგივე არჩევანი არის ქუთაისში. უბრალოდ ფართიდან სიმცირის გამომდინარე ჩვენთან არის შეიძლება იყოს ერთი ფერის ავტომობილი და სხვადასხვა, მაგრამ შეგვიძლია სულ რაღაც 2 საათში და 3 საათში თბილისიდან ჩამოვიდეს მაგალითად ჯილის სხვა ფერის ავტომობილი, რომელიც ენდობდება. ესე იგი, ყველა მარკა, რაც ჩვენ თბილისში ყავს, არის ქუთაისში. ნამდვილად ქუთაისში არის, მხოლოდ შეიძლება არ იყოს იგივე რაოდენობის ფერთა არჩევანი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თბილისიდან გავუგებთ. ჩვენ თბილისშიც რა თქმა უნდა ერთი ავტომობილი ყავს, ერთი და იგივე ფერშია, მაგალითად 5, 10, 15 და რა თქმა უნდა არა ამის საჭიროება. აქ არის ერთი, თუ მოგეწონებათ ის ერთი, ზუსტად ის ერთი მიყავს. სულ რაღაც 2 საათში იქნება ქუთაისის ფილიალში. კი ბატონო, არა და პრობლემა. ეს დიპალი ვაჩვენეთ, ხო, ჰიბრიდი, დიპალი არის არაჩვეულებრივი ავტომობილი, საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ მოთხოვნადი. ასევე მინდა აღვნიშნო Leopard 3, რომელიც 4x4-ზე არის და ნამდვილად საინტერესო ავტომობილია. თითქოს და Jetour T2-ს გავს და ამგვანებენ კიდეც ჩვენი მომხმარებლები, უბრალოდ ის არის ბენზინი 2.0 ტურბოძრავით და ეს არის სრულიად ელექტრო, რომელიც 510 კილომეტრს გადის. ძალიან მაგარი. ქუთაის ფერთა დიდი არჩევანიც გვაქვს. 4-4-ზე 500 კილომეტრი საქართველოში ძალიან საკმარისია, სრულად ყოფნის 500 კილომეტრი რესურსი, რომ ქალაქში გადაადგილდეს ადამიანი. და ძალიან მაგარი ავტომობილი არის ლეოპარდი, თანამედროვე ტექნოლოგიებით, უმაღლესი კომპლექტაციით და ამისი არაერთი განხილვა დევს მათე მოტორსის გვერდებზე და შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ნახოთ. ასევე BYD პლუსი, რომელსაც, რა ვიცი, გაყიდვებში ბადალი არ აყავს და ძალიან დიდი რაოდენობით იყიდება ქუთაისის ფილიალიდან. ყოველ შემთხვევაში მე პირადად ძალიან მყიდი, იმიტომ რომ დიდი განმავლობა აქვს, იმიტომ რომ 600 კილომეტრს გადის და სრულიად ელექტრო არის. ამაშიც არის ფერთა არჩევანი. ერთი მოდელი ზუსტად ესეთი გვყავს გარეთ, ღია ნაცრისფერი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია, იმიტომ რომ სიახლე არის ეს ფერი მაინც ავტომობილების სივრცეში. თან საქართველოში, ხო იცით, მაინც არის ის, რომ ვიღაცას როდესაც ყავს ავტომობილი და გამოიცა და შეუჩევს თავის მეგობარს. ახლა და რა თქმა უნდა, ყველა თავის მეგობარს უფრო ენდობა და ყველაზე დიდი რაოდენობით და ყველაზე ადრე დაიწყო BYD Song Plus-ის გაყიდვები, ეს ფაქტია. BYD Song Plus-ი და Jetour Dashing, რომელიც პირველად დაიწყო დიდი. და აი ყველაზე მთავარი ის არის, რომ უკვე დაიტესტა ვიღაცას თუ აქვს იმის რისკი, შიში იმისი, რომ შეიძლება უხალისხო გამოდგეს ეს ავტომობილი, უკვე გამოცდილი არის. ეს ავტომობილი Jetour Dashing-ი უკვე 5 წელია მათე მოტორსი ყიდის ამ ავტომობილს. 5 წლის განმავლობაში
თუ რაიმე დაზიანება უნდა ქონოდა, რაიმე წუნი უნდა ქონოდა ამ ავტომობილს, გამოაჩენდა 5 წელი თუ ივლით ავტომობილით ისე რომ ზეთი შესვლის გარდა არაფერი არ დაჭირდება, მაშინ კარგი ავტომობილი ყოფილა და გარანტიაც გამომდგარი არის და გარანტიაც შესაბამისად. გარანტიაც 10 წელი, 10 წელი გარანტია, 200.000 კილომეტრი გაიარეთ 200.000 კილომეტრი და მე აჩუქეთ ვიღაცას. ხო, ნუ 10 წელი რო ეთქვა ავტომობილის გარანტიას. აქ Volkswagen ID4 დგას ასევე ელექტროავტომობილი, რომელიც აი ქუთაისისთვის იდეალური, ვისაც უნდა ქალაქისთვის არის იდეალური ავტომობილი. ვისაც უნდა გერმანული სტილი, ხასიათი, Volkswagen იდეალური ბრენდია და რა თქმა უნდა ძალიან გამომდგარი, გამძლე და ხარისხია. ასევე აიქარიც განსხვავებულია თავისი გარეგანი ვიზუალით და საკმაოდ საინტერესო არის აიქარიც. თან ფასიც ძალიან შესაბამისი აქვს. აი ძალიან კარგი ფასია, სრულად ელექტრო და 500 კილომეტრი ერთი დატევით, $24,900. ავტომობილების ფასები ძალიან კარგია. აქვე ყავს ჯილი ჯეომი, რომელიც ასევე ქალაქში კომპაქტურად გადასაადგილებლად არის ძალიან საყვარელი ავტომობილი და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის არის ძალიან კომფორტული და აქვე მინდა თქვა, რომ ეს ავტომობილი გარედან იმდენად პატარა ჩანს, რომ თითქოს იფიქრებ, რომ პატარაა, მაგრამ შიდა სივრცე საკმაოდ ტევადია. ასევე უკანა საბარგული და ასევე წინა საბარგული, რომელიც 25 კილოგრამს იწონის, შეგვიძლია მოვათავსოთ შიგნით. პატარა ავტომობილი, თუმცა კომფორტული. პატარა კომპაქტური და ძალიან ტევადი. და რაც თავარია, ძალიან ბიუჯეტურია, იმიტომ რომ $19,900 ეკვივალენტი ლარში დამეთახმება ყველა ამაში, რომ დღეს ვერ იყიდი დღესდღეობით ამ ფასად ახალ ავტომობილს, რომელსაც 10 წლიანი გარანტია ექნება და სრულ სერვისს თავაზობს მათე მოტორში ყველანაირად ჩვენი. კი ბატონო. ანუ ყველაზე კარგი ის არის, რომ აქ ყველა ბრენდის ავტომობილი არის. არ აკავს მარტო ელექტრო ან მარტო ბენზინი. ყავს ელექტროც, ბენზინიც და ჰიბრიდიც. ანუ ყველანაირი არჩევანია. ვისაც უნდა ცოტათი უფრო მაღალი გამავლობის ჯიპი, გარეთ დგას და მინდა უკვე გარეთაც გადავინაცვლოთ და ყველას ვაჩვენოთ Jetour T2. Jetour T2 რითიც ჩვენ ახლაც Jetour T2-ით მოვედით. Jetour T2 ეს არის მათე მოტორსის ბრენდი ავტომობილი, რომელსაც ჩვენ გზავნოთ ზიანად. Jetour არის მათე მოტორსის ბრენდი, ხედავთ რომ ჩვენი დაბრენდილი ავტომობილები აქ არის, ამითი ვართ ჩვენს დღეს მოსული და ყველაზე კარგად ჩვენ გამოვცადეთ ეს ავტომობილი და ზუსტად ვიცით რა შეუძლია და როცა ვიცით რა შეუძლია ამ ავტომობილს, უფრო დიდი ენერგიით ვაქებთ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. Jetour ჩაგეჭრები და ასევე Honchi, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვგზავნებთ, როდესაც დიდ გზებზე მივდივართ. ძალიან დიდი რაოდენობით გავყიდეთ Honchi და დღეს შემოვიყვანეთ Honchi-ის შემცვლელი, ასევე Honchi-საც ძალიან ბევრ შემოვიყვან, თუმცა BYD Sin Plus-ები. BYD Sin Plus-ი, რომელიც ვისაც ტაქსისთვის გინდათ, ან თუნდაც საოჯახოდ ელექტრო ავტომობილი $19,400 იდეალური არჩევანია. ნამდვილად, საკმაოდ დიდი განმავლობა აქვს და საკმაოდ ტევადი ავტომობილია. წვიმიანი დღე გვაქვს ქუთაისში, თუმცა ხასიათი და განწყობა ძალიან კარგი არის BYD Sin ყოველთვის. Plus-ი, ჩვენი ლიდერი გაყიდვებში. აი ეს ის ფერია, რომელზეც ანიგესაუბრებოდათ, Nardo Grey, რუხი, ძალიან ახალი ფერია. ახალი ფერია, მოთხოვნადია და იშვიათი არის, რაც ყველაზე მთავარი. და Jetour T2, ჩვენი ლეგენდარული ავტომობილი. Jetour T2, აქვე ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ერთადერთი ცალი არის დარჩენილი ქუთაისის ფილიალში და ფასს ხედა $31,000, ძალიან ცოტა. $31,000 ამ ავტომობილისთვის არის ძალიან მაგარი ფასი და როგორც იცით, ფასებზე შესაძლებელია კიდევ დალაპარაკება, აუცილებლად თავარია თქვენ ავტომობილი მოგეწონოთ და აუცილებლად ისეთ ფასში გაგატანთ, რომელიც თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი და მისაღები. ნამდვილად დროებით გემშვიდობებით ქუთაისის ფილიალიდან მე სულ ადგილზე ვარ, მე და ჩემი გაყიდვების მენეჯერი მათე და ასევე ხშირად ვსტუმრობს თბილისის ფილიალიდან ჩვენი ბიჭები. ასე რომ მობრძანდით თაბუკაშვილის 96 ნომერში ყოველ დღე დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე და რა ვიცი, შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი, ჩვენ დაგეხმარებით არჩევაში, შერჩევაში და ფასთან მიმართებაში, რაც შეგვიძლია ყველანაირად შევეცდებით, რომ დაგიკორექტიროთ. ასე რომ მობრძანდით, გელოდებით და დროებით. კარგად, ბრძანდებოდეთ.